Საუდნელია თუ არა კრიზისი აჭარის მთავრობაში არჩილ ხაბაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობის დამტკიცებისთვის კი უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან შეთანხმება მოუწევს. შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად არჩილ ხაბაძე, რომლის იმპიჩმენტსაც დღეს დეპუტატებმა კენჭი უყარეს. სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობაც. ერთ-ერთი ვერსიით აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ყაზახეთში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარიძის კანდიდატურა განიხილება. Ამ შემადგენლობით აჭარის მთავრობის ხდომა შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. არჩილ ხაბაძემ დღეს გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია თითქმის დაადასტურა და თქვა, რომ ცვლილებების შესახებ ოფიციალურად სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განაცხადებს. მიმდინარეობს კონსულტაციები, მე დავტოვებ თუ არა პოზიციას და გადავალ სხვაგან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად მოვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის. გადადგომამდე კი უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ, თუმცა საკუთარ ინიციატივას მხარი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაუჭირეს. საკითხი ჩავარდა, თუმცა დეპუტატები ხაბაძის გადადგომის შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ და მის საქმიანობას აფასებენ. ქართულმა ოცნებამაც კი იმ ძალამ, რომელიც აფარებდა ხელს ამ კლანს, დაინახა, რომ რეგიონი ვერ განვითარდა ამ პერიოდში. გადადგება თუ არ გადადგება არჩილ ხაბაძე, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მის მუშაობას შევაფასებ დადებითად, იმიტომ რომ ეს არის სახეზე. ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ აჭარის სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები გარკვეულ კრიზისს შექმნის. არჩილ ხაბაძის გადადგომა პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, რომ კრიზისში არ აღმოჩნდეს რეგიონი. ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ შეიგნო ბოლოს და ბოლოს ის, რომ ამ ადამიანთან ერთად, ამ მომრჩევლებთან მის არ მიესწრება. გავრცელებული ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს რეკომენდაცია წლების წინ მურმან დუმბაძემ გაუწია. ლევან ვარშალომიძისგან ხელისუფლება ხაბაძემ 2012 წლის 27 ოქტომბერს სწორედ დუმბაძის თანხლებით გადაიბარა. პარლამენტის ვიცე-სპიკერს კონფლიქტური სიტუაცია ხაბაძესთან მალევე შეექმნა. დღეს ამბობს, რომ ხაბაძე ბიძინა ივანიშვილს სხვა თანამდებობისთვის შესთავაზა. დეპუტატები არჩილ ხაბაძის შემცვლელზეც საუბრობენ. ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს ზურაბ პატარაძეზე, რომელიც ყაზახეთში საქართველოს ელჩია. უახლოეს დღეებში თუნდაც ხვალიდან ზეგიდან ყველაფერს გაიგებთ. ამ სამზარეულოს, ასე ვთქვათ, გამოფენა ღია საზოგადოებისთვის აუცილებლად მოხდება. ბატონი ზურა არის ჩვენი კუთხის შვილი, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და გამოცდილი პროფესიონალი თავის საქმის და ჩვენ რეგიონისთვის არის ძალიან, ასე ვთქვათ, გამოსაყენებელი მისი ცოდნა, მისი გამოცდილება. ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. მმართველ გუნდში, რომელსაც უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა არ ყავს, მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად შეთანხმება ოპოზიციასთან მოუწევს.